კიდევ ერთი რუსული მითი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი საქართველოს ავალდებულებს მიგრანტების სოციალური დახმარებით, უფასო ჯანდაცვით, განათლებით, იურიდიული დახმარებით და საცხოვრებლით უზრუნველყოს, რაც საქართველოს მოქალაქეების პირობებს გაუარესებს და მათ ჩვეულებრივ ცხოვრებას ხელს შეუშლის. მოსაზრება, რომ ევროკავშირი საქართველოს მიგრანტებისთვის სოციალური პროგრამებით უზრუნველყოფას აიძულებს, მცდარია. ევროკავშირში ერთიანი სოციალური დაცვის სისტემა არ არსებობს და წევრი სახელმწიფოებიც დამოუკიდებლად წყვეტენ ბენეფიციარებისთვის საჭირო კრიტერიუმებს და ზოგადად იმას, თუ როგორი სოციალური დაცვის სისტემა ექნებათ. რაც შეეხება პოლულთან დაკავშირებულ კანონმდებლობას ევროკავშირშიც და საქართველოშიც პოლულთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1951 წლის კონვენციისა და პოლულთა სტატუსის შესახებ ჟენევის 1967 წლის პროტოკოლს ითვალისწინებენ. ევროკავშირშიც და საქართველოშიც პოლულებთან დაკავშირებით სპეციფიური სოციალური დაცვის რეგულაციები მოქმედებს, რომლებიც შინასობრივად ჰგავს ერთმანეთს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მასპინძელ ქვეყანაში სხვადასხვა სტატუსით შეიძლება იმყოფებოდნენ. მიგრანტები ეწოდებათ ისეთ პირებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში 1 წელზე მეტი ხნით იმყოფებიან სხვადასხვა მიზეზით. მათგან განსხვავდებიან თავშესაფრის მაძიებელი პირები, რომლებიც დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან დაცვას თავის ქვეყნის გარეთ ეძებენ და ტოლვისის სტატუსს ელოდებიან. საქართველოს 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ბევრი ცვლილება განხორციელდა ალიანსის კანონმდებლობასთან დასაახლოვებლად. ამასთანავე, მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობას 2014 წელს გაფართოებული ასოცირების ხელშეკრულებას მოიაზრებდა, თუმცა არც 2021-30 წლების მიგრაციის სტრატეგიაში და არც ასოცირების ხელშეკრულებაში არ არის გაწერილი ვალდებულება. საქართველოში ჩამოსული მიგრანტები უფასო სერვისებით იყვნენ უზრუნველყოფილი. მსგავსი სასახა ვალდებულებები ევროკავშირის სტრუქტურებისგან არც წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ. ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავად წყვეტენ სოციალური დაცვის როგორი სისტემა ექნებათ და მათი სოციალური დაცვის სისტემები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო თავისუფალია დამოუკიდებლად შეიმუშაოს სოციალური დაცვის სისტემა და თავად განსაზღვროს მათი კანონმდებლობის მიხედვით ვინ და რა პირობით იქნება სოციალური პროგრამის ბენეფიციარი. ევროკავშირში ასევე არსებობს რეგულაციები, რომლებიც წევრი სახელმწიფოების შორის სოციალური დაცვის სისტემების კოორდინაციას აწესრიგებს. ამ რეგულაციების მიზანია, რომ სხვა წევრ სახელმწიფოებში სამუშაოდ გადასულმა ადამიანმა მანამდე ხელმისაწვდომი სოციალური ბენეფიტები არ დაკარგოს და მისი უფლება დაცული იყოს. თუმცა ეს რეგულაცია არ წარმოადგენს სოციალური დაცვის ერთიან სისტემას. ევროკავშირისგან წევრი სახელმწიფოებისთვის არ მოქმედებს კონკრეტული დირექტივები, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი მათი სოციალური დაცვის სისტემები და ვინ უნდა იყვნენ სისტემის ბენეფიციარები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მიგრანტებისა და თავშესაფარის მაძიებლების მიღებასაც არ ავალდებულებს. ევროკავშირის ჩართულობით განხორციელებული თავშესაფარის მაძიებელთა გადაადგილების ყველა პროგრამა მოხალისეობრივი ხასიათისა და მსგავს პროგრამებში მონაწილეობა სავალდებულო არც ერთი წევრი სახელმწიფოსთვის არ არის. ამ თემასთან დაკავშირებული მანიპულაციები, რა თქმა უნდა, მცდარია და მას მხოლოდ პროპაგანდა იყენებს. ტოლულების უფლებები და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის წინაპირობები გაწერილია საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონში. თავშესაფარის მაძიებელს საქართველოში შეიძლება მიენიჭოს ტოლულის ჰუმანიტარული სტატუსი ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი. საქართველოში ასევე მოქმედებს რეინტეგრაციისა და ინტეგრაციის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს საინტეგრაციო პროგრამების განხორციელებას. საინტეგრაციო პროგრამებშია ქართული ენის კურსი, სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების კუთხით ინფორმირება და საკონსულტაციო სერვისი.